თბილისში სასწრაფო დახმარების 1702 ჯგუფმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სიცოცხლე გადაარჩინა. 40 წლამდე ასაკის პაციენტმა სამშენებლო სამუშაოების დროს გონება დაკარგა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო და სიცოცხლის ნიშნების გარეშე დაეცა. ექიმებმა დაადგინეს, რომ დაშავებულს პულსი და სუნთქვა არ ჰქონდა და დაუყოვნებლივ დაიწყეს რეანიმაცია. სასწრაფო დახმარების ჯგუფის თავდადებული მუშაობის წყალობით, პაციენტის გულისცემა და სუნთქვა 15 წუთში აღდგა. სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის მიუხედავად, მამაკაცი გონებას კარგავდა და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიაგნოსტიკური პროცედურების დროს ანევრიზმის გასკდომა აღმოაჩინეს. პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც წარმატებით გამოჯანმრთელდა და სახლში დაბრუნდა. 1702 ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ექიმი გვანცა მაისურაძე, უმცროსი ექიმი ბექა გზირიშვილი და სასწრაფო დახმარების მძღოლი გივი შათირიშვილი.